მდგომარეობა არის ძალიან სავალალო, საშიში. ბავშვი იმსხვერპლა აქ ამ ადგილას, სკოლის წინ, სკოლაში სწავლობს 1000-მდე ბავშვი. სკოლაში გვაქვს ინკლუზიური ჯგუფი, სწავლობს 17 აუტისტური სპექტრით მოსწავლე. ყოველდღე მოსახლეობას გვიწევს გადაადგილება, რომ მივიდეთ სახლში, სამსახურში. მოძრაობა არის ძალიან საშიში, დაგებული არის, აგერ ხედავთ კუსტარულად ეს დაფები თუ ფიცრებია, ფიცრები არის უკვე დამპალი, სველი. მოძრაობას კი არის უკვე პრინციპში საშიში, პლუს მაგას მატარებელი რომ დადგება, მატარებელი რომ მოდის, მატარებელი დგება 2-3 წუთის განმავლობაში, დგება, უბრალოდ ჩერდება 3 წუთი, შემდეგ იწყებს მოძრაობას უკუსვლით. ესეც სახიფათოა, იმიტომ რომ უკუსვლით მოძრავი მატარებელი ვერ ხედავს აქ მжდომი მემანქანე, იქ წინ რა ხდება მასთან. თუნდაც აქ რომ არ შეიცვალოს ეს ლიანდაგი, თუნდაც სკოლის წინ რომ არ გაჩერდეს. უამრავი უდიდესი ტერიტორია აქვს ბათუმს, რომ ეს მოხდეს. არაფერს ზედმეც არ ვითხოვთ, არაფერს საერთოდ. აქ გვინდა ჯებირები, პანდუსი, უსაფრთხო ღობე, რომ ჩვენი შვილებისთვის მოძრაობა აქ იყოს უსაფრთხო და სახლში მომავალს არ გავიგონოთ, რომ მატარებელმა გაიტანა ბავშვი და არ გვეგონოს საკუთარი შვილი. ეს არის მე-17 შემთხვევა, მე-17 ბავშვი იმსხერველპლა აქ მატარებელმა. იქ არის სკვერი, სტადიონი, აქვე არის რესტორანი და ბავშვები, ჩვეულებრივად ეს ბავშვები ყველანი ვცხოვრობთ აქ ჩაყოლებაზე. აბსოლუტურად კატასტროფა არის, იგივე მდგომარეობა არის იქაც. სატვირთო მატარებელი მოფრინავს, ისეთი სიჩქარით შემოდის, რომ გვეშინია, ხანდახან გონია, რომ ეზოში არ შემოგვივარდეს, ერთი ვაგონი რომ გადმოვარდეს, დამთავრდა.